სომხური ტვირთები ერთ-ერთი მთავარი თემაა დღევანდელი ჩვენი ეთერის. სტუმართან ერთად უნდა გავაგრძელოთ საუბარი ამაზე. გიორგი ტუმასიანი, საქართველოს სომხური სათემო პლატფორმის თავმჯდომარე. მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან სტუმრად. პრინციპში არც ისეთი ახალი ამბავია ეს პრობლემები, რომ მოგვცა სომხურ ტვირთებს მაგალითად რამდენიმე კვირის წინ მე პირადად ერევანში ვიყავი და იქაც ძალიან აქტიურად საუბრობდნენ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებიც და შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებიც, რომ აწყდებიან პრობლემებს. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამაზე და რითი არის განპირობებული ეს პრობლემები, რაზეც შემოსავლების სამსახური ამბობს, რომ მასში არ არის არანაირი, ესე ვთქვათ, წინასწარი განზრახვა. მოგესალმებით. პრობლემები დაიწყო აპრილიდან, როდესაც კონიაკის შეზღუდვა მოხდა. იმ მომენტისთვის ჩაითვალა, რომ ეს არის მართლაც ტექნიკური საკითხი, თუმცა როდესაც ნათელი გახდა, რომ გაჭიანურდა მნიშვნელოვნად ეს პროცესი, კონკრეტულად კი ალკოჰოლის იმპორტი არ ეხებოდა საქართველოს, მაგრამ რატომღაც საქართველო ამოწმებდა ამ ალკოჰოლის შემადგენლობას და რაც ქიმიურ და ტექნიკურ საკითხებზე იყო საუბარი. ამის შემდეგ უკვე სომხეთში დაიწყო პროტესტი საქართველოს საელჩოსთან. და პირველი მნიშვნელოვანი ნეგატიური ნაბიჯი იყო, როდესაც საელჩოდან არანაირი რეაგირება ამაზე, ანუ სურვილი რომ გადაწყდეს ეს საკითხი, არ მოხდა და იქედან უკვე გასაგები ხდება, რომ ეს სრულიად სხვა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური შინაარსის პროცესი არის. სომხური მხარე თავს იკავებდა შეფასებებისგან, განსაკუთრებით როცა მარტო ალკოჰოლზე იყო, იმ იმედით რომ ეს არ შეეხება სხვა რამეს. თუმცა როდესაც ნათელი გახდა, რომ ამას მოემატა თევზეული, ყვავილები, თამბაქო და ასევე გაზის იმპორტი, დანარჩენზე ექსპორტზე არის საუბარი, აქ უკვე საუბარია სისტემურ მიზანმიმართულ ბლოკადაზე და რა თქმა უნდა ეს ხდება პარალელურად იმისა, რომ სომხეთი სცილდება რუსეთის გავლენის სფეროს, უახლოვდება ევროკავშირს, აგერ გუშინ პრემიერ-მინისტრი ფაშინია განაცხადა, რომ დიახ სომხეთს სურს ევროკავშირის წევრობა, ამავდროულად ჩვენ შიდა პოლიტიკაში ვიცით, რომ ფაშინიანი ებრძვის რუსეთის გავლენის აგენტებს და რუსეთს აქვს გადაწყვეტილი, რომ რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მარიონეტების მეშვეობით წნეხი მოახდინოს სომხეთზე, რადგანაც იცით, რომ სომხეთისთვის საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა არის ტრანზიტის მიმართულებით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წლის იანვრიდან საქართველო და სომხეთი ოფიციალურად არიან სტრატეგიული პარტნიორები. ანუ საქართველოს დღევანდელი რუსული ხელისუფლება არ ღვევს მათ შორის ამ სტრატეგიულ პარტნიორობას. ანუ თქვენ მაინც რუსულ ინტერესებს უკავშირებთ ამ პრობლემას და არა ვთქვათ შესაძლო კერძო ინტერესებს მაგალითად ქართულ ბაზარზე, იმიტომ რომ მაგალითად კონიაკის შემთხვევაში სომეხ ექსპორტიორებს ის ეჭვით ჰქონდათ, რომ შესაძლოა ქართულ ბაზარზე არის ექსპორტიორი ადგილობრივი, რომელიც დაინტერესებულია რუსულ ბაზარზე პოზიციების დაკავებით და ეს ყოფილიყო მიზეზი, ასეთი ეჭვიც მოვისმინე მე პირადად. ეს შეიძლება იყოს შედეგი. ანუ ამ ბლოკადის შედეგად, რა თქმა უნდა, შეიძლება რომ რუსულ ბაზარზე მათ შორის რუს ოლიგარქი ივანიშვილთან დაახლოებულმა გარკვეულმა პირებმა ამით ისარგებლონ და მიიღონ მეტი ბენეფიტები, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ შედეგი არის, ანუ თვითმიზანი ამის არის, რა თქმა უნდა, სომხეთისთვის პრობლემების შექმნა. პარალელურად უნდა გავიაზროთ, რომ შესაძლოა ამან კიდევ უფრო ვრცელი მასშტაბები მიიღოს, რადგანაც მთელი არსი იმაში არის, რომ სანამ სომხეთს აქვს ჩაკეტილი საზღვარი თურქეთთან და აზერბაიჯანთან, ირანში საკმაოდ მძიმე მდგომარეობა არის, ისედაც ამ საომარი მდგომარეობის ფონზე საქართველო არის მთავარი პარტნიორი. ისედაც სომხეთზე გაცვლა ქონდა, რომ საქართველო როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ქვეყანა გახდება კარიბჭე მათ შორის სომხეთისთვის ევროპისკენ, მაგრამ ესეც იბლოკება, ანუ სომხეთის ევროინტეგრაციაც იბლოკება საქართველოს მეშვეობით და საქართველოსთან ერთად. ძალიან ხელავენ სომხეთში იმაზე, რომ საქართველოში დასავლური კურსი შეცვლილი, იმიტომ რომ მათთვის რეალურად საქართველოს გარეშე ევროკავშირის წევრობა ძალიან გართულებული იქნება. ნამდვილად და ამაზე ჰქონდათ ნათქვამი პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს, რომ საქართველოს როგორც კი კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა გახდა, ამან გახსნა სომხეთისთვის ევროინტეგრაციის პერსპექტივა და ამ პერსპექტივას დღეს ივანიშვილის მარიონეტები ხურავენ. ყველაფერი დაკავშირებულია ჩვენთვის გახსნა უკრაინამ, ჩვენ გავხსენით სომხეთისთვის, თუმცა დღევანდელი განცხადებები თუ იმსჯერებთ მაგალითად ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე, ფაქტია რომ ამ მხრივ რეგრესია ცალსახად. დაუბრუნდეთ ამ საკითხს, თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენად ჰქონდათ კომუნიკაცია თავად სომეხ ექსპორტიორებს ან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს იგივე შემოსავლების სამსახურთან
საბაჟო სამსახურთან რამდენად ცადეს ამ პრობლემის მოგვარება და რა არის ახლა ამ არსებობს ამაზე მოლაპარაკებები საერთოდ? მოლაპარაკებები ჯერ კიდევ აპრილში დაიწყო, როდესაც საელჩოში ჯერ შეხვედრა სცადეს, ამაზე არ იყო რეაგირება, შემდეგ საელჩოსთან რამდენიმე აქცია გამართეს და წერილიც მიმართეს, ამაზეც არ იყო რეაგირება და თვითონ ის ფაქტი, რომ რეაგირება არ არის ორ მეგობარ და მეზობელ სახელმწიფოს შორის უკვე კითხვის ნიშნებს ბადებს. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ სომხეთის ეკონომიკის სამინისტროდან და მინისტრისგან საჯარო განცხადებებიდან ვიცით, რომ სომხეთს ჰქონდა სურვილი შეხვედრის და იყო დაგეგმილი შეხვედრა, კერძოდ ვიზიტი საქართველოსთან დელეგაციის ეკონომიკის სამინისტროს ერევანში, სადაც უნდა გამართულიყო შეხვედრა სომხეთის ეკონომიკის მინისტრთან და სამინისტროსთან. ეს შეხვედრა გაუქმდა, რადგანაც საქართველოს დელეგაციას არ სცალია ამისთვის. ძალიან საინტერესო კითხვა არის, სად მიდიან, როცა არ აღიარებული არალეგიტიმური ხელისუფლება არიან და არცად მათ არ ხვდებიან სამეზობლოს და რამდენიმე ყოფილი ეკონომიკის მინისტრის თუ ახალი ეკონომიკის მინისტრის პირობებში. როგორც ვიცი ყოფილის, ეს შესაძლოა შეცვლა იგეგმებოდა და ამიტომ აპრილიდან განიხილებოდა ეს პროცესი, ეს შეხვედრა აპრილში და მაისში იყო დაგეგმილი. პარალელურად ახლა მნიშვნელოვანი არის, რომ მაგალითად გაზის მიმართულებით იყო საკმაოდ დიდი აქტიურობა სომხეთში და 99 მანქანა, გადამზიდველი მანქანა, რომელიც ამ თხევად გაზის იმპორტით არის დაკავებული, შემოუშვეს. მაგრამ სომხური მხარე პირდაპირ ამბობს, რომ ეს უმნიშვნელო პროცესი არის, რადგანაც მოთხოვნა იმდენად დიდი არის სომხეთში, რომ დაახლოებით 99 მანქანა არაფერს ცვლის და ესეც გასაგებია, რომ მთელი პროცესი ჭიანურდება. აქ მნიშვნელოვანი აღინიშნოს, როცა საუბარი ეხება კონიაკს, შეიძლება იქ პირდაპირ ზიანი ესეთი არ არის, მაგრამ ყვავილების შემთხვევაში ინდუსტრიისთვის უკვე უზარმაზარი ზიანი არის, იმიტომ რომ ყვავილები ფუჭდება ფიზიკურად, ზუსტად იგივე ეხება თევზეულს, თამბაქოს შემთხვევაში ასევე არ არის პირდაპირ ზიანი, მაგრამ თხევადი გაზის შემთხვევაში არის და საკმაოდ რადგანაც იქ არის წნევის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვნად ვარდება, თუ დროულად არ იქნება ამის მიწოდება განხორციელებული. და აქ არის უზარმაზარ ფინანსურ, ეკონომიკურ ზიანზე, თან მეორე მხარეც არის ამ ზიანის. სომხური მხარისთვის დღეს განჭრეტადი არ არის საერთოდ ეს ექსპორტი შესაძლებელი გახდება თუ არა, ამიტომ წარმოების შეცვლაც დასჭირდება და საერთოდ გეგმების რა ძალიან ართულებს საერთოდ მდგომარეობას და პირდაპირ თქვათ, სომხური მხარისთვის საქართველოს და საქართველოს ხელისუფლებას დღევანდელს არალეგიტიმურ რუსულ ხელისუფლებას უნდობლობას ქმნის ჩვენს ურთიერთობაში, რაც არის ძალიან ცუდი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, ყოველთვის ვცდილობდით მეზობლებთან კარგი ურთიერთობის ჰქონდეს, მაგრამ მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ეს არის სწორედ დასავლეთის აქედან იზოლაცია და გარიყვა, იმიტომ რომ სომხეთი ყველაზე პროდასავლური ქვეყანა არის დღეს პრაქტიკულად კავკასიაში. შეიძლება ასეც თქვას. ჯერ კიდევ საქართველოს მაინც ვთქვათ, რომ პრეტენდენტი არის ამის, თუმცა ვნახოთ. რა პასუხს იღებენ შემოსავლების სამსახურისგან, იმიტომ რომ შემოსავლების სამსახურის წერილში ჩვენ ვნახეთ არგუმენტაცია, რომ ეს არის ტექნიკური საკითხი, აქ არაფერი არ არის, ვთქვათ, წინასწარ განზრახული, არ არის პოლიტიკური მდგენელი და ასე შემდეგ და იქ იყო ბრალდება იმაზე, რომ დაინტერესებული მხარეები და მედიაც ჩვენც როგორც ყოველთვის თურმე ხელს ვუწყობთ ამ დეზინფორმაციის გავრცელებას. თუმცა ფაქტია, რომ აპრილამდე და მაისამდე არავინ არ წუწუნებდა სომხურ ტურისტებთან დაკავშირებით და რაღაცა მოხდა ამ შემდეგ თვეებში. აქ იყო ასევე დასახელებული საბაჟოს გადატვირთულობის საკითხი, რომელიც მოგვარდა როგორც შემოსავლების სამსახური ამბობს, თუმცა თავად ექსპორტიორებს რას ეუბნება შემოსავლების სამსახური, რის გამო აჩერებს ტვირთს, რაღაცა კონკრეტული მიზეზი არსებობს? შემოწმების მიზნით. არანაირი კონკრეტიკა არ არის, კომუნიკაციაზე არ გადიან, რეალურად სომხეთიდან პირდაპირ შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაცია ვერ ექნება და საერთაშორისო გავლით აკეთებენ, ამაზე პასუხი არ არის. თვითონ საქართველოს მხრიდანაც სამინისტროების დონეზე ამაზე არანაირი განმარტება არ არის და სურვილიც არ არის გადაწყვიტო. ეხლა მინისტრი შეიძლება იცვლებოდეს, მაგრამ ბევრი მოადგილე იგივე რჩება და შეიძლება ამ შეხვედრაზე დათანხმება და სიტუაციის მოგვარება სომხურ მხარესთან. ასეთი პრობლემები წარსულში ამ მასშტაბის არა, მაგრამ არსებობს ქვეყნებს შორის ზოგადად და ძალიან მარტივად გვარდება თუ არსებობს პოლიტიკური ნება. აქ აშკარა არის, რომ პოლიტიკური ნება არა თუ არ არსებობს, არამედ გაღრმავებაზე არის მიმართული და როცა საბაჟოს გადაწვირთულობაზე საუბრობენ, ეს არასერიოზულია უბრალოდ, იმიტომ რომ ერთი მხრივ ეს წვირთები ყოველთვის ესეთი ტემპით მიდიოდა და საერთოდ იყო რომ კიდევ უფრო აქტიურად მიდიოდა განსაკუთრებით რუსეთის თავდასხმის დაწყების მერე უკრაინაზე, აქედან ამ რეგიონიდან. მეორე მომენტი არის, რომ მაგალითად თუ საუბრობთ სადახელოს გამშვებულზე, რომელიც გადაწვირთულია, ლარსის გამშვებულზე რატო არ უშვებენ გაზის იმპორტს? აქ სხვადასხვა ცალ-ცალკე პროცესი
პროცესი არის სინამდვილეში და ნუ აშკარა არის რომ ეს ამას იყენებს დღეს საბაბად და ის განცხადებები რომ ამას ნუ პოლიტიკურ ელფერს ნუ აძლევთ რა თქმა უნდა უბრალოდ არასერიოზულია იმიტომ რომ ზუსტად ემთხვევა ეს გეოპოლიტიკურ ცვლილებებს რეგიონში და ზუსტად ემთხვევა იმას რომ საქართველოს მეშვეობით წნეხი ხდება სომხეთზე რეალურად იმიტომ რომ სომხეთს ახლა აქედან გაცვლა უნდა კონდეს რა იქნება იმ შემთხვევაში თუ ეს ბლოკადა გაიზრდება სულ სხვა მასშტაბების არის ამისი მოლოდინი აი ხა ამ გადასახედიდან როგორ ფიქრობთ ეს კიდევ უფრო მეტად გამწვავდება თუ მას შემდეგ რაც გაშუქდა ეს საკითხი აქტიურად შეიძლება გარკვეული შერბილება იყოს მე ვფიქრობ რომ ამის მოლოდინი არის მე სომხურ ხელისუფლებასთან ხშირად მithქვამს რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ნდობა დღეს რუსი ოლიგარქის იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მათ ქართველებთან არ აქვს საქმე აქ და ეს არ არის ქართველების მიერ დაწესებული ბლოკადა ამ შესაბამისად საქართველოს როგორც პრაქტიკულად ოკუპირებული ქვეყანა დღეს სრულად იმართება რუსეთის მხრიდან და რუსეთს დღეს გავლენის მექანიზმები არ დარჩენილა სომხეთში ძალიან შეზღუდულია განსაკუთრებით რუსი ოლიგარქი სამელ კარაპეტიანის დაკავების შემდეგ და მისგან ახლა ელექტროსისტემა წაართვეს და კიდე რიგი სტრატეგიული ობიექტი ამ პირობებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი რჩება სამწუხაროდ საქართველოს რუსეთისთვის ამიტომ სომხეთი ძალიან აქტიურად მუშაობს შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან იმისთვის რომ გაიხსნა საზღვარი თურქეთთან და ასევე აზერბაიჯანთან მოხდეს მშვიდობის შეთანხმება რადგან ირანის გარდა მნიშვნელოვანი არის სწორედ თურქეთთან ტრანზიტი თურქეთის მეშვეობით და შესაძლოა რა თქმა უნდა ასევე თუ გაზის პრობლემა მნიშვნელოვანი შეიქნა და ირანიდან არ დაკმაყოფილდა თუმცა იქ არის საშუალება რომ სრულად დაკმაყოფილდეს ირანისგან გაზი ამ შემთხვევაში თუნდაც აზერბაიჯანთან შეიძლება იყოს მოლაპარაკებები რატომ იმიტომ რომ დღეს სომხეთის აზერბაიჯანის და თურქეთის ინტერესები ემთხვევა იმ კუთხით რომ რუსეთის რეგიონიდან გასვლა არის მნიშვნელოვანი ყველასთვის ერთადერთი ვინც დღეს დასაყრდენია რუსეთის არის საქართველოს სამწუხაროდ რუსი ოლიგარქი საქართველოს ანუ გამოდის რომ სომხეთი რეალურად საქართველოს ჩანაცვლებას ცდილობს ტრანზიტული მიზნით იმიტომ რომ პრობლემა გასაგებია. მადლობა რომ ეკავით ჩვენთან სტუმრად. ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსმენა. იმედი მაქვს ეს საკითხი და ეს პრობლემა მოგვარდება, თუმცა რა პოლიტიკური კონტექსტიც თქვენ ახსენეთ სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ამას არ უნდა ველოდოთ, მაგრამ მაინც იმედი ვიქონიოთ. გიორგი ტუმასიანი საქართველოს სომხური სათემო პლატფორმის თავმჯდომარე გახდათ. ჩვენი სტუმარი ვსაუბრობდით იმაზე თუ რატომ ექნება პრობლემები სომხურ ტვირთებს საქართველოს საბაჟოზე. ბიზნესი დღეს ამით დასრულებულია. ერთმანეთს შეხვდებით ხვალ